1წლიან ნერგს ქოთანში. რა შედეგი აქვს გასაოცარი. გავოცდებით ამ ხელა შედეგები, რომ აქვს ასე მცირე დროში. ცეთი პასუხიც ანუ შენთან რო ვაკეთებ, ისე გავაკეთებინე. ანუ იციან რომ ჩემ ბაღში ხა ცუდად არ გავაკეთებ რა და სხვა კულტურები ჩემთვის უფრო მოსაწყენი არის და მარტივი ვიდრე 20. თქვენ 20 დღეში აკეთებთ, ჩვენ 20 წუთში უნდა გავაკეთოთ ახლა ყველაფერი. ახალი ჯიშების უპირატესობა ეგაა, რომ დიდი ხანი ინახება. ამასობაში რაც დაუკრიფე, ყველაფერი ვჭამე ბოდიში. ვაუ. აქ მიდის ახალი ტექნოლოგიით, მომავლის ტექნოლოგიას ვეძახი, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. აპარატზე ყავს სცენარი შეერთებული და ოფისიდან აკონტროლებს. ერთი წლის არის ესენი. ახლა გაიზარდა 1 წელიწადში. ქოთანში უფრო კარგად ავითარებს ფესთა სისტემას. სასუქებს ახლა აქედა რომ ყოველ მორწყვაზე ამების საშუალებით მეწოდება სარწყავი სისტემა სპეციალური მოწყობილი და დღეში საჭიროებისამებრ თუ კარგი ამინებია 5-6 ჯერ შეიძლება მიმოწოდოთ საკვები რა. წყალთან ერთად. მოც ზოგადად აქვს შედარებით სუსტი ფესთა სისტემა, ჩვენ ნიადაგებზე ძალიან უჭირს განვითარება და ქოთანში როცა ესეთი იდეალური პირობები დიდ ფესთა სისტემას ავითარებს და აი ერთი წლის ქოთინა არ გადაგაქვთ ხოლმე. არა, სულ ესე იქნება, ქოთანში იქნება ბოლომდე. დაახლოებით 10-15 წელი აქვს გარანტია რომ იმუშავებს და მერე შეცვლაც მარტივია. ეს რამდენი წლიანი ენერგია? 1 წლის არის ეს შარშან და ნაყოფიც ამ ხელათან. კი. ვაა. ეს ცოტა თოლმა დააზიანა, თორე უფრო მეტი ეს ხა. ყინვები ძლიერია და 1 წლიან ნერგს ქოთანში. რა შედეგი აქვს გასაოცარი. ნიადაგში ეს ამბავი არ მოხდება. ნიადაგში ამ შედეგს ვერ ვიღებთ. ნიადაგში კარგ შედეგებს ვიღებთ. აუ რა გემრიელია. რომელია? ეს? დიუკი არის ეს? გემრიელია. აქეთ არის ნიადაგში ხა ბაღი გაშენებული, ეს არის 3 წლის. ეხა წლევანდელი პროდუქტიულობა რო შევადარო თანაბარი არის. ერთი მოსავალს ავიღებს სავარაუდოდ ნიადაგში და ქოთანშიც. გია პირდაპირ საქმეზე გადავედით, მაგრამ სხვანაირად მინდა დაწყება. თავიდან დავიწყოთ მე. კი ბატონო, ახალგაზრდა აგრონომი. ისეთი ახალგაზრდა რომ გავოცდებით ამ ხელა შედეგები, რომ აქვს ასე მცირე დროში. გითხარი რამდენი წელია ხარ სოფლის მეურნეობაში და როგორ მოხდი აქ, როგორ მიგიზიდა აი ამ საინტერესო კომპლექსურმა და ძალიან რთულმა დარგმა. ძალიან საინტერესო კითხვა. სოფლის მეურნეობაში ბავშვობიდან ვარ ჩართული, ვინაიდან ჩემ ოჯახს ჰქონდა ეს მეურნეობა და სხვადასხვა ტიპის სოფლის მეურნეობას ვეწევოდით, მესაქონლეობა, მემარცვლეობა. სად ეს? აქ ამ ტერიტორიაზე გურიაში და ბავშვობიდან ჩართული ვიყავი და დაინტერესებული ვიყავი ამ მემართულებით და როცა მე პროფესიის არჩევის დროც მოვიდა, გადავწყვიტე რომ ჩემი პროფესია დამეკავშირებია ჩემ საქმიანობასთან, ჩემი ოჯახის საქმიანობასთან. და მე პროცესში უკვე გამოჩნდა გურიაში მაგ პერიოდში ძალიან აქტიური გახდა მოცვის კულტურა. კი. და შესაბამისად დამაინტერესა მეც ჩავერთე მოცვის აგრონომიაში. სამწუხაროდ ახლა მოცვის აგრონომია ჩვენთან ძალიან ახალია და არ გვაქვს სათანადო ცოდნა. პირველ ბაღებს რო ვაკეთებდით, საერთოდ ცოდნა არ ქონდა და ახლა ჩვენ გაკეთებულზე შეიძლება გაგვეციდოს და ახლა ისე მარტივად ვაკეთებთ და ხვეწავთ ტექნოლოგიებს. და თავიდან მუშაობდი როგორც აგრონომი მოცვის ბაღში და შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩემი საკუთარი ბაღი. რამდენი წლის იყავი, როცა უკვე აგრონომი გერქვა? 23-ის. და მერე უკვე გადაწყვიტე რომ საკუთარი მეურნეობას ქონოდა და უფრო მეხმარება კიდევ ჩემი ცოდნის გაღვივებაში, რომ აქ მაინც ჩემებურად ანუ რაღაც პატარ-პატარა ექსპერიმენტებს ვატარებ, უფრო თამამად ვაკეთებ რაღაცებს და მე შესაძლებლობებსაც ვიღებ გამოცდილებას და მე სხვებს უზიარებ და ეს გაზიარებაც მე უფრო საიმედოა სხვებისთვის, უფრო გენდობიან რომ
ესეთი პასუხიც, ანუ შენთან რო ვაკეთებ, ისე გავაკეთებინე. ანუ იციან რომ ჩემ ბაღში ახლა ცუდად არ გავაკეთებ რა და სანდოობისთვის კარგი ის არის რა. უკვე საკუთარი ბაღი 3 წელია რაც გაქვს. კი ბატონო. ხალხი 3 წლის განმავლობაში ჯერ ანუ ნაყოფამდე ვერ მიდის, იმდეს მუშაობს და იმდენ ექსპერიმენტს ატარებს და შენთან სულ სხვა ამბავია, მკრეფავებიც არიან აქ, ერთწლიან ენერგებსაც უკვე თავისი ისა აქვს. თავისი მოსავალი აქვს. თავისი მოსავალი აქვს და ეს რაღაც სასწაულები როგორ დაატრიალე და როგორ მოხდა შენ ცხოვრებაში? სასწაული ალბათ ჩვენი რეალობიდანაა, თორე სწორი აგრონომიით და სწორი დაგეგმარებით შედეგი ესე მარტივი არის რა, შედეგის მიღება რა და თავიდან თუ შეცდომას დაუშვებ, ნიადაგთან გაქვს საქმე, მცენარე არასწორად განვითარდება და მე ვერ გამოსწორებ, მით უმეტეს მოც აქვს ეგ თვისება, რომ პირველი 3-4 წელი თუ იდეალურად არ განვითარდა, მე უჭირს კი უჭირს და ვერ გამოსწორებ. მანამდე სხვა კულტურებთან მქონდა შეხება როგორც აგრონომს თუ აი მოცთან გიწევდა მუშაობა და ამიტომ შემოხვედი ამ ბიზნესში. თავიდან უფრო თხილით ვიყავი დაინტერესებული, იმიტომ რომ თხილის ბაღიც მქონდა, მაგრამ ზოგადად თხილს ცოტა პრობლემური გახდა საქართველოში თხილის წარმოება თავიდან ფაროსანა, მე ეხა მაგალითად გურიაში ძალიან ისეთი დაავადება გაჩნდა, ჯერჯერობით ვირუსია თუ სოკოა ვერ დაადგინეს და მქონდა ჩვენ თხილის ბაღი, რომელიც გახმა ამ ვირუსის მიერ. და მე უფრო გადავწყვიტე, რომ მოც უფრო დიდი პერსპექტივა გქონდა, ჩემთვისაც უფრო საინტერესო კულტურა, უფრო მეტი ჩართულობა საჭირო, უფრო თანამედროვე რაღაცების ტექნოლოგიების გამოყენება და ამიტომ უფრო მიმიზიდა ამ კულტურამ და ეხლა რო უყურებ სხვა კულტურები ჩემთვის უფრო მოსაწყენი არის და მარტივი ვიდრე მოც. მით უმეტეს ეხლა ახალ-ახალი რაღაცები რო შემოგვაქვს ქოთნებზე გადავედით, ის უფრო საინტერესო არის რა და უფრო ცოცხალი ის არის რა. ხო, უფრო ცოცხალი პროცესია, ისეთი რაღაცაა, რომ აი ერთი დღე რო შეცდომა დაუშვა ან მოსავლის პერიოდში ცუდად დასრულდება რა. არ გაპატიებს ერთ დღიან შეცდომასაც. მოსავლის პერიოდი რომ მოდის, ერთ მთელი წელს ნაშრომი, ალბათ ზოგიერთ ჯიში 20 დღე გრძელდება და ამ 20 დღეში ყველაფერი უნდა გააკეთო და ორგანიზებულად თავისი დაკრეფიანად და გაყიდვია. თქვენ 20 დღეში აკეთებთ, ჩვენ 20 წუთში უნდა გავაკეთოთ ახლა ყველაფერი. ვისაც რა კითხვა გაუჩნდება, უნდა ამოვწუროთ, იმიტომ რომ საინტერესო აგრონომი გყავს ხელში. ახლა რომელსაც აქვს უმაგრესი შედეგები და როგორ მიიღწევა ეს შედეგები, პრაქტიკული რჩევები და მაგალითები გჭირდება შენგან, რასაც ამ 20 წუთში გავუზიარებთ ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ ადგილმდებარეობა და ნიადაგი. ნიადაგი ჩავატაროთ ნიადაგის ანალიზი და ვნახოთ რამდენად ოპტიმალურია ეს ნიადაგი მოსვისთვის. შემდეგ არის ჯიშის შერჩევა. და შევარჩიოთ ამ რეგიონისთვის და ადგილისთვის კონკრეტულად ჩვენთვის ძალიან ბევრი მიკროკლიმატი გვაქვს, შევარჩიოთ ჯიში. შემდეგ იწყება შედეგი ეტაპი არის ნიადაგის მომზადება. ერთ-ერთი რთული ოპერაცია არის ჩვენთან. ეგ იმიტომ რომ მძიმე ნიადაგები გვაქვს, უხვინალექი გვაქვს და ეს ყველაფერი ხელს გვიშლისო ნიადაგი მივიყვანოთ ოპტიმალურ კონდიციებში. და ასევე კიდე გამომჩა რომ იმასთან ენერგიების არჩევას უნდა მივაქციოთ ყურადღებას ანერგიებს. ეგ ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში, რომ ძალიან ბევრი ბაღს შეექმნა პრობლემა არაკვალიფიციური სანერგიების გამო რა. ძალიან ცუდი არის რომ ბაღს გააშენებ, დაახლოებით 3 წელის შემდეგ ხვდები რომ ჯიშის პრობლემა შეექმნა. ამიტომ ენერგიებიც უნდა შევაფასოთ და შეუკვეთე რა ჩამოვიდა. ხო, რა ჩამოვიდა და რა ჩამოვიდა ხვდებით ძალიან მოსავალს რომ ავიღებთ და ნახავთ რომ სხვა ჯიშია, მსგავსი არის, მაგრამ იმ შედეგს არ იღება, ეგ ძალიან გვიანი არის. ბოლომდე დამწიფებული რო არ დავყრიფო. და ეს ცვარი ხო, ცვარი არ უნდა მოშორდეს, ანუ ხელში ისე 3 კითით უნდა ვიმუშაოთ ესე. ანუ ესე უნდა დაიკრიფოს, რომ ეს ცვილი არ მოშორდეს, თორე მე ხარიცხი ფუჭდება. ძალიან მწიფეც არ უნდა მოუკრიფოთ, როგორც სიძა. გადამწიფებამდე არ უნდა მივუყვანოთ. ბაღი თუ მივუყვანით, მე რთულია გარჩევა პროცესში, გადამწიფებულია თუ არ არის. მე რთო რა სიომაზია. ესეც დიუკია? არა, ეს ლეგასი. რომელია თქვენი საყვარელი ჯიში? ძალიან რთული კითხვაა. მანდა ხა გემოვნებით არის.
გემოვნებაში მე მაგალითად ეხლა ჩემი ჯიშებიდან ყველაზე მეტად ლეგასი მომწონს გემოთ, იმიტომ რომ ცოტა სიმჟავე დაკრავს, ხო. მაქვს ეხლა დიუკი არის, ის უფრო არომატული და ტკბილი არის, მაგრამ მე უფრო მომჟავო ჯიშებს ვანიჭებ უპირატესობას და ის შეიძლება მოგბეზრდეს იმ სიტყვის გამო. მაგაზე სხვათა შორის ერთ ჰოლანდიაში ვიყავი, დეგუსტაციის პრეზენტაცია იყო ხილი მოცვის და იქ გაამახვილეს ყურადღება, რომ ესე იგი მოცვო როგორ არჩევსო კლიენტი მარკეტზეო. სახლში რომ ბრუნდებაო და იყიდა მოცვი, როგორ ჯიშა არჩევსო. ნუ სახლამდე რომ ცოტა ჭამოსო თუ სუყეო, ანუ ისეთი რომ მალე იმასქნა რა დანაყრდეს და ვის როგორ ჭირდება. ზოგი ვინც მაგალითად მოცვს იღებს იმისათვის რომ ყოველდღიური ნორმა მიიღოს, შეივსოს ჯანმრთელობისთვის, იმას შეიძლება ურჩევნია ესეთი რა, უფრო ნოყიერი ჯიში. რომელიც მალე დაანაყრებს და ეხლა მე მაგალითად მირჩენია თელ დღე შემიძლია არ გავჩერდე და ამიტომ უფრო ისეთ ჯიშებს ვანიჭებ უპირატესობას რა მომჟავოს და არომატულს და ახალი ჯიშების უპირატესობა ეგაა რომ დიდი ხანი ინახება. ეხლა ერთი ჯიში რო ჩამოვიტანე ექსკლუზიური 30-დან 60 დღემდე უწერია შენახვის ვადა კარგ პირობებში. და ეგ გვაძლევს საშუალებას რომ სოფლიოს ნებისმიერ მარკეტზე გავაგზავნოთ. ჩვენგან მარკეტი ევროპის ბაზარი ძალიან შორს არის ჩვენგან და მიწოდებას ისეთი ჯიშები ჭირდება. ყველა ჯიში ვერ ჩადის იდეალურ ხარისხით. თქვენ ყველაზე დიდი რაოდენობით რომელი ჯიში გაქვთ? ეხლა მექნება ახალი ჯიში მექნება ყველაზე დიდი რაოდენობით ოლიმპუსი. ოლიმპუსი და რითაა გამორჩეული ოლიმპუსი? ოლიმპუსი გამორჩეულია რომ მაღალი მოსავალი აქვს. პირველივე ერთი წლის სცენარიზე, ანუ როგორც ახლა ჩემი დიუკებია, ერთი წლის შემდეგ რაც გაიტესტა სადღაც თითქმის 3 კილოგრამი აიღეს ერთ წელს. 2.800 ჩვენთან დაიკრიფა და ანუ 2 კილოზე მეტს გაძლევს ერთი წლის შემდეგ. შენახვის ვადა აქვს დიდი, როგორც ახლა აღნიშნე 30-დან 60 დღემდე ინახება და ნუ გემური თვისებების და ვიზუალურადაც ხარისხითაც გამოირჩევა კარგია რა. ამასობაში რაც დაუკრიფე ყველაფერი ვჭამე ბოდიში. ვერ ვიკადრებ ამას. მე აღარ შემიძლია ცუდად ვარ. კიდევ დარჩენილია დიდი დღე. ეხლა კიდე მაცივარში მიწევს საღამოს გასვლა და მაცივარში ცივი არის ძალიან საკუთრებულად გემრიელი რა. ნახოთ მაცივარი აუცილებლად დღეს. გაიზონა, მოცვისთვის კლიმატი თანაბარია, ძლიერი ქარები არ გვაქვს. მოცვის ზოგიერთ რეგიონში ჩვენთან ძალიან აზიანებს ძლიერი ქარი. ჩვენთან ქარებისგან შედარებით დაცული ვართ. საგაზაფხულო წაყინვებიც არ არის და თბილა რა. ხა არის ზოგიერთი რეგიონი ცოტათი გვასწრებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ამას უფრო ვანიჭებ უპირატესობას. რომ იქ ქარები ძალიან დიდ პრობლემას აყენებს. და აქ აქ ქოთნების რევოლუცია? კი ბატონო, აქ არის ახლა თანამედროვე. რა მაგარია. ძველიმიდან გადმოვედით ახალ. ვაუ. აქ მიდის ახალი ტექნოლოგიით, სუბსტრაქტით შევცვალე, შიგ თავსი რაც არის ქოთანში. ეხლა გადავედით ქოქოსის სუბსტრაქტზე. აქამდე ტორფიდან ვამზადებდით, ხილად აქ. ქოქოს და ტორფს შორის შედეგის თვალსაზრისით რა სხვაობაა? შედეგი ერთნაირი აქვს. უბრალოდ ზოგადად ტორფი მილევადი პროდუქტია სოფლიოში და ეხლა ალტერნატივა გამოიძებნა ქოქოსი და ანუ იგივე შედეგს გვაძლევს ფინანსურად უფრო გამართლებული ეს არის და კარგა მარტივი არის მოსამზადებლად და გაიმართ ეს სპეციალურად შევუკვეთეთ გვალი ფორმის ეხლა მაშინ რო არის იქაც ჩანს ქუთანში ვდებთ და წყალი როცა სარწყავი სისტემა რო დაევერთდება იბერება ზომაში ავსებს ქოთანს იქ ეხლა საჩვენებლად კიდე გასატესტად მაქვს სხვადასხვა ტიპის ქოთნები ფერითაც განსხვავდება და ეხლა ამაში გაშენდება
აქ აკეთებთ ესე იგი ქოთნების ბაღი. აქეთ რაც გაკეთდება და სულ იქნება ქოთნების ბაღი. ეს ახალი ტერიტორიის ათვისება დავიწყე და გადავერთე ქოთნებზე. არ დამათვლევინო და ეხა მითხარით რამდენი ქოთანი აქვს? აქ არის 7500 ამ ეტაპზე. ოჰო, და 7500 ერთ წელში გახარებული ენერგია იქნება მომავალ წელს. 100%-ით შავარდნის გარეშე. მე ზოგადად რა მომწონს ამ ამბავში. ყოველ წელს გვიწევს და ძალიან დიდი სიამოვნებით მოვდივართ მოცვის ბაღებში, სულ რაღაც ახალ აღმოჩენებში ვართ და ეს მიმართულება ყოველ წელს მაინც რაღაცნაირად ამოუწურავად ვითარდება, რაღაც სხვადასხვა ახალი ამბები ხდება. შარშან მაგალითად თუ შარშან წინ არ მახსოვს, სათბური გადავიღეთ მოცვის და ეს იყო მაშინ ძალიან დიდი ინოვაცია ჩვენთვის მოცვის სექტორში. ახლა უკვე ქოთნებში ვიღებთ, ნამდვილი ქოთანი ერთად მოცვის არ მინახავს მართლაც. ბოლო 2 წელია რაც დაიწყო ინტენსიურად აქამდე მხოლოდ სატესტოდ კეთდებოდა რაღაცა 100-200 ქოთანი და ეს ბოლო 2 წელია დაიწყო მასიურად გაკეთება, იმიტომ რომ არ ქონდა სათანადო ტექნოლოგია თუნდაც საწყავის მხრივ გამართული კომპანიები ვერ ახერხებდნენ, რომ ამას სპეციფიკური მორწყვა ჭირდება, სასუქების მიწოდება ჭირდება ზუსტი დოზებით, იმიტომ რომ ერთი დოზა რო დაუგვიანოთ ან ზედმეტი დოზა გაუშვათ, შეიძლება დავაზიანოთ ფესტა სისტემა. ამიტომ სახიფათოა და რისკებთან არის დაკავშირებული იმ შემთხვევაში თუ მზად არ ხარ. თუ მომზადებული ხარ ყველანაირად, ძალიან ის არის რა, ანუ მომავლის ტექნოლოგიას ვეძახი, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, შეგვიძლია სრულებით გავხადოთ დისტანციურად მართვადი, ანუ სასუქების გაშვება, მორწყვა, უყურებთ რამდენს იღებს საკვებს, ანუ საკვებს რო ვაწვდით, მერე ქვემოდან გამოდის სარწყავი წყალი და იქაც ვზომავთ თუ რა საკვები დარჩა მცენარეს. ამის შესაბამისად იზრდება აბალანსებ დოზას, ანუ აღაშათავე აპარატზე ყავს მცენარე შეერთებული და ოფისიდან აკონტროლებ, რამდენს იკვებება საკვები ხო არ უნდა დავამატო. და ესე შედეგს უფრო ხედავთ მერე და უფრო მაღალ შედეგზე გავდივართ, იმიტომ ზუსტად ვიცით რა უნდა. იმიტომ რომ მცენარეა და მცენარეთან კომუნიკაცია რთულია ლაბორატორიის გარეშე და. ნამდვილად ეგრეა. თან ღია გრუნტში და ზოგადად ნიადაგში ძალიან რთულია აკონტროლო პროცესი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს კი ბრმა ჩათვალე გვაქვს სენსორები, მაგრამ იმ სიზუსტით ვერ ვზომავთ, რასაც ქოთანში გავაკეთებთ და მით უმეტეს იზოლირებული გარემოა და შეგიძლია იზოლირებული და თანაბარია, ანუ აქ რო გავზომბეთ ეხლა მცენარეები რო თანაბრად არის, ხილად უკვე მცენარეები თანაბრად არის და ვიცით რომ აქ რო შედეგია იქაც გვერდითაც ისევე იქნება, ანუ ჭადრაკულად ავარჩევთ, სენსორებს დავაყენებთ და მთელ ბაღში გვაქვს თანაბარი ფონი. ნიადაგში ამის მიღება რთულია, იმიტომ რომ ნიადაგში დამოკიდებული ვართ ნიადაგის ნაყოფიერებაზე. რისკები მეტია, ზოგან შეიძლება დაჭაობდეს, ზოგან ღარიბი ნიადაგია და ბაღი გამოდეს არათანაბარი. კი, აქ რა რისკები გვაქვს და დაავადებები, რაც ერთ-ერთი მთავარი მტერია მეურნეობის, დაავადებები ხო, აი ქოთანში როგორ დაავადებებისგან დაცული ვართ, იმიტომ რომ ნიადაგში უფრო მეტი არის ალბათობა რომ მავნებელი გაჩნდება. ქოთანი სანიტარულად სუფთა, სოკოვანი დაავადებებისგან დაცულია. რისკები ერთადერთი ის არის, რომ სრულიად ჩვენზე არის დამოკიდებული როგორ მივაწვდით საკვებს. და აი მანდ არ უნდა დავუშვათ შეცდომა რა საკვების მიწოდებაში და წყლის მიწოდებაში, სარწყავი წყლის მიწოდებაში. ყველა ჯიში თავისი ოთხოვნელება აქვს წყლის. აი ეს მაინტერესებდა რომ ეს ჯიშები განსხვავდება თავისი დოზირებით. კი, გამიჟნოთ უნდა სექტორების მიხედვით გამოიყოს, იმიტომ რომ მე ორი სექტორი მაქვს ახლა ქოთნებში და სულ სხვადასხვა დოზა ჭირდება რა. ერთს რო 6 ლიტრი წყალი რომ მივაწოდე, რომ გაჯერდა და ცოტა ზედმეტიც იყო, მეორეს დეფიციტი გაუჩნდა. ვა. ხო, ანუ ქოთნზეც მარტივად მოწვდება. სპეციალურ ქვემოდან დაფა უკეთდება, რო ვაწვდით წყალს, ნახულობთ, რომ ქვემოდან გამომავალი წყალი რამდენია. მე ახლა რასაც ვისმენ, გია, ძირითადად უპირატესობებით ხასიათდება ქოთანში მოცვის მოყვანა. შეიძლება ამან ნიადაგი ჩაანაცვლოს ქოთანმა? ჩემი აზრით ჩაანაცვლოს. უნდა ჩაანაცვლოს. ახლოს არის ეს მომავალი, ხო? კი, მომავალი ეგრე არის, იმიტომ რომ ჩვენ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა ნიადაგებით. ძალიან 45-მდე ნიადაგის ტიპი არის, მაგრამ გვაქვს მოცვისთვის იდეალური ნიადაგები, მაგრამ ფართობივით რო დავთვალოთ არ არის ბევრი. და თუ როცა კომერციული ბაღის წარმოება გვინდა, გვჭირდება დიდი რაოდენობით ტერიტორია და ის ნიადაგი რაც მოჭირდება არ გვაქვს ოპტიმალური ნიადაგები. და ეხლა ყველა უცხოელი კონსულტანტიც რო ჩამოდის ნიადაგის ანალიზის მერე ყველა უპირატესობას ქოთნებს ანიჭებენ. 5 წლიანი
შრომა, გამოცდილება, სწავლა, მე ამ ბაღში დაღვრილი ამდენი ოფლი როგორ გიფასდებათ, როგორია მოსავლიანობა, დაახლოებით ერთი ენერგიისგან რა უნდა მიიღოთ და რას იღებთ. მე სად იყიდება ეს ყველაფერი, 1-2 კაპიკით უხრჩებათ თქვენ თუ ღირს ამ საქმის წამოწყება. მოკლედ რაც აინტერესებთ, ხალხს ვიდეო ყველა კითხვაზე ერთად გვიფასებთ. ბატონო, წამოწყება ღირს ძალიან დიდი შრომასთანაა დაკავშირებული, რისკებთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში კლიმატი ისე იცვლება და ისეთი რაღაცა ახალ სთავაზობს ბუნება, რომ წინასწარ ვერ გავთვლით ვერაფერს და წელვანდელი წელით ახლა მოსავალზე მსჯელობა ცოტა რთულია, იმიტომ რომ ძალიან დაგვიზიანა თითოეულობამ და მე ყინვებმა პლუს მაგას და მე მაგალითად ახლა მინიმუმ 1 წლის სცენარები რაც მაქვს, იქ მინიმუმ 2 კილოგრამს ველოდები ერთ ძირზე. 1 წლის თავზე ეს ისეთი შედეგი არის, რომ მე შაშანო მე შემიძლია მაგალითად აგვისტოში ვიცოდე დაახლოებით რა მოსავალი მექნება შემდეგ წელს. მაგიტომ დავიწყე ახალი ბაღის გაშენება, იმიტომ რომ დავთვალე ფინანსურად არსებული ქოთნები რაც გავაკეთე, უკვე საშუალებას ვაძლევდა რომ გაფართოებულიყავი. შესაბამისად, გავაკეთე და მალევე დამანახა ის შედეგი, რომ მქონდა საშუალება გაფართოებულიყავი. ფინანსური თვალსაზრისით, მოცვის ბაღის მოწყობა ქოთნებში უფრო დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ნიადაგი. ნიადაგი შედარებით უფრო ბიუჯეტური არის. უბრალოდ აქ შემოვლო პერსპექტივით უფრო მაღალი მოსავალი და ხარისხიანი მოსავალი გვაქვს გარანტირებული. კი, დასასრულისკენ მინდა კრეფასაც შევეხოთ, იმიტომ რომ ახლა როგორც ვიცი უკვე აქტიურად იწყება კრეფის პროცესი და აი კრეფის კალენდარი როგორია. ეს რომ გითხრათ, ვინ გეხმარებათ ამ პროცესში? კრეფა არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხებლო პროცესი, იმიტომ რომ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, ძალიან დიდი დაკვირვება, ყურადღება ჭირდება და უნდა ამინდის პროგნოზი უნდა ვაკონტროლოთ მუდმივად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ნალექი და შესაბამისად ძალიან გვიფერხებს კრეფის პროცესი. სტანდარტულად კრეფა ჩვენთან იწყება დაახლოებით მაისის ბოლოს და გრძელდება ივნისის ბოლომდე 1 თვის განმავლობაში ჯიშებზეა დამოკიდებული, უბრალოდ წელს დიდი ზამთრის და ცივი ამინდების ფონზე სადღაც 10 ივნისიდან დავიწყეთ მასიური კრეფები და დააგვიანდა სეზონი და ჩემი აზრით 10 ივლისამდე გაგრძელდება. მუშახელი კრეფაზე ყველაზე დიდი გამოწვევა ერთ-ერთი არის მუშახელი. ძალიან პრობლემატურია ეს საკითხი, სოფლებიდან მოყავს კრეფავები, დასაქმებული ყავს ერთად ადგილობრივები, უბრალოდ ძალიან ბევრი მოცვის ბაღი გაშენდა და აღარ არის საკმარისი რაოდენობით. და ისე ვართ რა გვიგვიან ისე იდეალურად ვერ გვეგმა შესაბამისად კრეფას და გვეწელება კრეფის პროცესი დროში. და ამინდებით ჩასაფრებული არის რა, როგორც უნდა მოვასწროთ შვალედებში ახლა წვიმებს ახლა არაპროგნოზირებადია ახლა ბოლო 4 დღე წვიმები იყო და გაგვიჩერა საერთოდ კრეფის პროცესი და ძალიან დიდი ყურადღება უნდა ახლა მაგალითად წვიმების შემდეგ არ შეიძლება რომ მალევე შევიდეთ ბაღში და დავკრიფოთ, იმიტომ რომ ხარისხი მაგროს არის დავარდნილი, კენკრა არის წყლით გაჯერებული და არ არის ტრანსპორტირებული და ძალიან შეიძლება გაგვიფრთხილდეს მოსავლის აღების პროცესში ან მასივარში გადატანის შემდეგ. ამიტომ მაგას ჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება, რომ შევაფასოთ, როდის არის ბაღი დასაკრეფი. რომ თუ მაგალითად დავაგვიანეთ და წვიმება მოგვისწრო, შეიძლება მე სოკოვანი დაავადებები გაჩნდეს, მავნებლებიც გამოჩნდა ბოლო პერიოდში ისეთი, რომელიც უშუალოდ მე მოსავალს გვიზიანებს რა. და აი ცუდი ეგ არის, რომ არის ბაღები, რომელიც კარგად ვერ ახერხებს დაორგანიზებას კრეფის და იქ რომ მოსავალი გადამწიფდება, შესაბამისად იქ რჩება სოკოვანი დაავადება და მავნებელი და მე სხვაგანაც ვრცელდება. ნიადაგში როცა ვაკეთებთ, არის პროგრამა და ენერგია მომავალი, რომელიც გვეხმარება და გვიფინანსებს ენერგიებს. ქოთნებზე მხოლოდ არის შეღავათიანი აგროკრედიტი, იმიტომ რომ ახალია და არ არის პროგრამაში დამატებული ჯერჯერობით და ბანკებიც ისეთ პირობას ვერ იძლევიან ქოთანზე, როგორცაც გვაძლევენ სიტყვაზე ნიადაგში გაშენებაში. ამიტომ ერთიანად დიდი ფართობის გაკეთება ცოტა რთულია ჩემთვის და ზოგისთვის არ არის. ხო და რა ვიცი ახლა უკვე დრო არის გადავიდეთ ახალ ეტაპზე ცვლილებებით. შედეგი ვაჩვენეთ, გაჩვენეთ ერთ წელში ქოთანში როგორ შეიძლება გაიზარდოს და ვისაც
ხელგეწიფებათ ეს ამბავი, მოკლედ ამ პროგრამაში შეიყვანეთ ქოთნების ამბავიც, ხალხს ჭირდება თქვენი დახმარება. ბევრი ადამიანი ჩვენი გადაცემის ქვემოთ დაწერს კომენტარს, რომ თქვენნაირ ახალგაზრდებზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამ დარგის განვითარება, ამიტომ გისურვებთ მხნეობას, გამძლეობას, კარგ ამინდებს, სასურველ ამინდებს, როგორც თქვენ გინდა და ყველას თანადგომას, ვისი თანადგომაც გჭირდებათ. ძალიან დიდი მადლობა. აბა დროებით ჩვენ გემშვიდობებით გურიიდან ერთ კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.